სტანდარტები, აკრძალვები და სანქციები, რომლებიც დოპინგის გამოყენებას ეხება, ამ საკითხებზე რეკომენდაციები სპორტსმენებმა დღეს სპეციალისტებისგან მიიღეს ყურადღება დოპინგის სემინარი ამ თემაზე აჭარის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში ჩატარდა დოპინგის ჯანმრთელობისთვის საშიში საკვები დანამატების გამოყენებასა და ჯანსაღი ტყვეების უპირატესობაზე დეტალური ინფორმაცია სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს. სპეციალისტებმა დოპინგ კონტროლის გამკაცრებაზეც ისაუბრეს. ძალიან ბევრი კითხვები და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ რეგიონში ყავს ძალიან წარმატებული სპორტსმენები, რითაც ყოველთვის გამოირჩევა თავის წარმატებით და აი ეს ამ სემინარიის ფარგლებში გაიზიარებენ მათ იმ კონსულტაციებს, რომელიც სპორტსმენს ჭირდება ყურადღება, რითაც მე რაც უსმინე ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალიან გამკაცრებულია, ესე ვთქვათ, მათი შემოწმება საერთაშორისო ასპარეზზე, წინა გამგზავრების დოპინგ კონტროლი საერთოდ ყველა სპორტსმენმა უნდა გაიაროს. იმის გამო რომ ხდება ხო გადაჭარბებული მიღებები სამლებისა, რომელიც მე ავნებს მათ ჯანმრთელობას, ეს არ უნდა ხდებოდეს საერთოდ, უნდა ხდებოდეს იმის დამიხედვით მიღება, რაც მას პირადად განეკუთვნება. დოპინგი არის ეს მავნებელი არის სპორტსმენისათვის. და არის ისეთი რამ პრეპარატები, რომელიც დოპინგს არ განეკუთვნება და უნდა მიიღოს სპორტსმენმა ეს კვების პროდუქტის რაციონით იქნება ეს, თუ ხილით იქნება თუ რით იქნება. და ამისათვის რომ მწვრთნელებისთვის, სპორტსმენებისთვის რომ მათი შრომა არ ჩაიყაროს ხალხში, ჩვენ ინფორმაციას ვადლებთ სიფრთხილისკენ, ვაფრთხილებთ, რადგან იმ ბიოლოგიური აქტიური დანამატები, რომელზეც გვაქვს ეს სემინარი დღეს, შეიცავს დოპინგის რისკებს, ასევე ჯანმრთელობის რისკებს და ჩვენ დღეს სემინარში დავეუბნებით მის ალტერნატიულ გზასაც, ეს არის სწორი ბალანსირებული კვება.